დიახ, მესმის და რა უნდა გავაკეთო მანქანის გარეშე? გასაკეთებელი ფული საერთოდ არ მაქვს. ჰეი, გადადი, თორემ პოლიციას გამოუძახე. ფული გჭირდება? რა? და ვინ ხარ შენ? უბრალოდ ადამიანი, რომელიც თამაშის რეკლამას აკეთებს. გამოიცანი და შენ მიიღე ფულს. თუ ვერ გამოიცნობ, შუბლში მოხვდება. რომელ ხელშია? მარცხენაში. შენ სწორად გამოიცანი. კარგი, მოდი ისევ გავაკეთოთ. მარჯვენა. შენ სწორად გამოიცანი. კარგი, ახლა მესმის შენი ტაქტიკა. მოდი ისევ გავაკეთოთ. მარცხენა. ვერ გამოიცანი. ჰეი, წესები ასეთია. კარგი, მე აღარ მინდა. თუ გსურს მიიღო მეტი, დარეკე აქ. ერთი, ორი, მას რა შევთავაზო ნიკას? შესაძლოა უახლოესი ჯიხურამდე გასეირნება. მისმინე, თუ გაძარცვას აპირებს, საერთოდ არაფერი არ მაქვს. ჩათვალე, ძალიან ღარიბი ვარ. მე გთავაზობ თამაშს. გამოიცანი და შენ მიიღე ფულს. ფული? ფულს მივიღე? კარგი, ვცადოთ. რომელ ხელშია? მარჯვენაში. შენ სწორად გამოიცანი. ოჰ, დიახ, ეს ასე მარტივია. მოდი ისევ გავაკეთოთ. რომელ ხელშია? მარჯვენაში. აიღე. მაგარია. რომელ ხელშია? მარცხენაში. შენ სწორად გამოიცანი. ვა, მგონი ნიჭი მაქვს. თუ კიდე ბევრი სჩევნა გინდა, დამირეკე. აბა ნიკა, დღეს რესტორანში ვახშმის საშუალება მაქვს. როგორ მოგწონს ეს? ვაიმე, რატომ უცებ ასეთი გულუხობა? საიდან მოიტანე ფული? მე ის გამოვიმუშავე. ცოტა იღბალი, ცოტა ჭკუა. ო, გამოიმუშავე. იმედია რამე უსაურ საქმეში არ მოხვდი. კარგი რა, უბრალოდ გამიმართლა. თავარი ის არის, რომ წინ დიდი საღამო გველოდება. რესტორანი მოიცდის. ჯერ ავტოსერვისის სადგურზე წავიდეთ. მანქანა გასაკეთებლად რომ წავიყვანოთ. რა? შენ თვითონ თქვი, რომ მანქანა ძვირს რომ დგავს. ახლა ფული გვაქვს. შეგვიძლია გავაკეთოთ. კარგი. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე მეც გამოიმუშავებ. შემდეგ კი რესტორანში წავალთ. ახლა ვიყირი წყალს და დავბრუნდები. რატომ არ გამოვიმუშაო მეტი? ნიკას აუცილებლად გაუხარდება. გამარჯობა, თამაში მინდა. გამარჯობა. გამარჯობა. ალო? რა? ჰეი, რა? ნიკა, ნიკა. მორჩა, შეგვიძლია წავიდეთ. ჩაკ. ჩაკ, არ არის სასაცილო. ჰეი, ფრთხილად იყავი. ჩაკ, ლეო? გამარჯობა, შენ აქ ხარ? არ ველოდი შენს აქ ნახვას. ეს რა ჯანდაბაა? რატომ ვარ აქ? ისე ჩვენ მოგვატყუეს, ისევე როგორც შენ. არავინ მოუტყუებიათ. თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ თამაში. დიახ, მაგრამ ასეთი უხეშები არ უნდა ყოფილიყო. აბა რა გეგონა, ფულს მოგცემდნენ და თავზე ხელს გადაგისვამდნენ? გონიათ რამეს მოგცემენ? და მაინც რატომ გჭირდება ფული? სკუტერისთვის ვაგროვებ. ფიქრობდი რომ აქ ფულის გამომუშავება სწრაფად შეიძლებოდა. მე კი უბრალოდ ნიკას გაოცება მინდოდა. ჩემ შემთხვევაში კი მე უბრალოდ მიყვარს ფული. ჰეი, გამოგვიშვი. ჩვენ ამაზე არ დავთანხმებულ ვართ, არ გვინდა. და ახლა რა? ახლა ველოდებით, თამაში მალე დაიწყება. ჰეი, რა ჯანდაბა? ნიკა? ჩერი? გასაკეთებთ აქ? კონცერტზე მინდოდა წასვლა, ამიტომ გადავწყვიტე ფულის გამომუშავება მეცადა. მე კი მინდოდა ერთად წასვლა გვინდოდა. მაინც სად ვართ? რა ხდება აქ? არავინ იცის. ახლა ხან მოგვიყვანეს აქ. კარგი. ეს ერთგვარი ხუმრობაა? თუ ხუმრობაა, სასაცილო არ არის. იმედი მაქვს ისინი უბრალოდ გამოგვიშვებენ და იტყვიან რომ ეს ხუმრობაა. და რა, არავინ ამიხსნის რატომ ვართ აქ? ჯერ არა, მაგრამ ვფიქრობ მალე გავარკვევთ.
ბიჭები, მოიცა ჩაკ, შენ საკხარ? მე კი არ ვიცოდი რომ აქ მომიყვანენ, მე სხვა გზა არ მქონდა. ანუ აქედან მოიტანე ფული ხო? და შენ ამბობდი რომ გამოიმუშავე. არა ნიკა, ეს არ არის ის რაც შენ გონია. მე უბრალოდ მე მეგონა რომ გულწრფელი იყავი. კარგი, არ ფიქრობ რომ ჩხუბის დრო არ არის? და რამდენ ხანს გინდოდა ჩემი მოტყუება? უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდი. რა ხდება აქ? სად ვართ? თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ელიმინაციის თამაშებში. ბოლო მოთამაშე მიიღებს დიდ ფულს. მოგიწევთ თამაშების თამაში. დამარცხებულები გავარდებიან. თუ ფული გინდათ, უნდა მოიგოთ. ყველასთვის გასაგებია ეს ყველაფერი? თამაში რამდენიმე წუთში დაიწყება. მოსამზადებლად დრო გექნებათ. იქნებ ეს უბრალოდ თამაშია და არ ღირს ამაზე ფიქრი? უბრალოდ თამაში რომ იყოს აქ თვალახველოს არ მოგვიყვანდნენ და სახეც არ ექნებოდათ დაფარული და ასაცმელის გამოგვიცვალეს. რა არის ეს? ო, ნიკა მართალია. აქ რაღაც ისე არ არის. ჩვენ ვერ გავიქცევით, ამიტომ თამაში მოგვიწევს. სამწუხაროა რომ აქ ხარ ამელკა. შენ ყოველთვის ყველაზე იღბლიანი აქ ხარ. ყველა თანაბარ მომარეობაში ვარ. ვერ გავიგე რა თამაშები იქნება? გონი ყველაფერს გვეტყვიან. ასე რომ თქვენი პირველი თამაში არის დამალული ნომრები. ამ ოთახში არის ბევრი მიმოფანტული ნომრების ბარათები. თქვენ უნდა იპოვოთ ისინი ერთ წუთში. თამაშს გააგრძელებს მხოლოდ ის, ვისაც სწორი ნომერი ექნება. დანარჩენები გავარდებიან. დრო წავიდა. დრო გავიდა. რიცხვები, რომლებიც თამაშს გააგრძელებენ, არიან 3, 7, 12, 9. მაქვს 9 მაქვს და მე მაქვს 7 და მე მაქვს 3. დანარჩენები გავარდილები არიან. 12 მაქვს და მე მაქვს 3. მოიცადე, მაგრამ რას ნიშნავს გავარნა? გთხოვ, მომეცი კიდევ ერთი შანსი. გაუშვი იგი. არა. რა იყო ეს? თავზე წკიპურს არ ურტყავდნენ, კარგად ნამდვილად არ ექცეოდნენ. მე ეს არ მომწონს. გეთანხმები. რა დაემართა ამელიას? თქვენ იცოდით, რაზეც მოაწერეთ ხელი. ეს არ არის ბავშვების თამაში. ყველაფერს უნდა გადაიხადოთ. დააბრუნე ამელია. მე ყველაფერი გადავიფიქრე. არც ფული მჭირდება, არც კონცერტი. უბრალოდ სახლში მინდა წასვლა. ეს არის თამაშის წესები. არავინ წავა სანამ არ დასრულდება. კარგი რა. რა წესები? ჩვენ აქ ჩვენინებით არ მოვსულვართ. ეს არის გატაცება. არ გაქვს უფლება აქ დავტოვო. ეს არის თამაშის წესები. მაგრამ რადგან აქ ხართ, ორი ვარიანტი გაქვთ. მოიგოთ ან წააგოთ. რა დაემართებათ დამარცხებულებს? და რაც შეეხება ამელიას, შენ უბრალოდ შიშარა ხარ. სიმართლისნის გეშინია. რატომ ელაპარაკები მათ? ის უბრალოდ პაიკია. მე მათში პირდაპირ ხედავ. ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ მოაწყო ეს ყველაფერი? ანუ არც კი იცით ვის ემსახურები? ჩვენ არ ვაპირებთ თამაშს. დარწმუნებული ხარ? მალე ახალი თამაში დაიწყება. გირჩევთ მოემზადოთ. გონიათ ამელიას რამე დაიმართა? ისე ყვიროდა თითქოს რაღაც საშინელი ნახა. რამე ხდება თუ მართლა რაღაც არეულობაში ჩავერთეთ? იქნებ ეს უბრალოდ შოუა, რეალიტი შოუს მსგავსად. მართალია რაღაც ხუმრობის ან ექსპერიმენტის სახით. შეიძლება ეს ექსპერიმენტი იყოს. მაშინ აქ კამერები უნდა იყოს. თუ არის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ისინი. ამას შეხედე. არის კიდევ ერთი. ასე რომ ჩვენ გვიღებენ? ეს არის შოუ, ელიმინაციის თამაში. მოგვიანებით ბევრ ფულს მოგცემენ. ძალიან ბევრ ფულს. კარგი. ისე თუ აცია, მაშინ კარგია. თავარია ბოლომდე მივახციოთ. მე უკვე გზნობ თავს ვარსკვლავად. მაინტერესებს ვინ ეჯებს ამ ყველაფერს? რა გულუფრთხილოები არიან, მაგრამ ამ გზით თამაში ბევრად უფრო საინტერესო იქნება. როგორ აღმოჩნდი აქ? საჭმელად ფული გჭირდებოდათ?
შემდეგი თამაშის დროა. აბა, მეთაურო, რა არის ჩვენი შემდეგი მისია? იმედია მოსაწყენი არ იქნება. დარც ვითამაშებთ ბიზნეს შესამოწმებლად თუ თოკის გადაძალვას? ამ ოთახში? სერიოზულად? თქვენი შემდეგი ამოცანაა პირამიდის დაშლა. ბურთი არ უნდა დაეცეს. ვინც ბოლოს დაშლის პირამიდას, წააგებს. მოემზადეთ, ყურადღება, წავიდა! უფს, შემიძლია თავიდან დავიწყო? შენ წააგე. კარგი. და ახლა რა? სახლში გამიშვებთ? წავედით. კარგი, მე ნორმალურად მაინც შევჭამ რამეს, სანამ თქვენ აქ თამაშებს თამაშობთ. წავედით. როგორ ფიქრობთ, არის რაიმე ადგილი გაზევებისთვის? იქნებ ჩაწერონ ინტერვიუ, ისევე როგორც შოუში. რაღაცნაირად გრძნობ რომ ენდრიუ ტირის. რომელს არადლე მე გამეორების უფლებას. ახლავე დავბრუნდები. რა მოხდა? ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიდეთ. კარგი რა მოხდა? ეს არ არის შოუ. ენდრიუ უგონო მდგომარეობაშია. გაჩერდი, შენ უბრალოდ ჩვენ შეშინებას ცდილობ. მას სადღაც მიათრევენ. ჩემი თვალით ნახე. ეს მხოლოდ სცენარის ნაწილია? კარგი, თქვენ აკიჯეკით, მაგრამ მე აქ არ დავრჩები. თავს კარგად არ გზნობ. იქნებ ის სიმართლეს ამბობდა. რას ჭირს მას? შოუ მართლა დასრულდა? ჩაკ! რა დაინახა მან? ჩაკ! ეს რა იყო? ეს არ შეიძლება ხდებოდეს. ჩაკი, ის უბრალოდ გამოათრიეს. არ არის სასაცილო. აქედან უნდა გავიდეთ. გილოცავთ მონაწილეებო, თქვენ უკვე გაიარეთ რამდენიმე ტესტი. ძალიან ცოტა დაგრჩათ და მალე ერთ-ერთი თქვენგანი მიიღებს power prize. ეს არის მთავარი? ეს ის ბიჭია, ვინც ქუჩაში მეთამაშა და ფული მაჩუქა. მეც ვითამაშე მასთან. ისმე მანქანაში ჩამიჯდა. ჩვენ ხოლოდ მარიონეტებად გვიყენებს. არა, საკმარისია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ვინ დგას ამის უკან. როგორ მიდის თამაში? შეშინებულები არიან. ახლა ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებით. შესანიშნავია, ახლა დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩაკმა რაღაც დაინახა. მერე გაქცევა გადაწყვიტა და მერე დაიჭირეს. დიახის ზევით იყო და თქვა რომ ენდრიუ ნახა. ჩვენ ახლა იქ უნდა წავიდეთ. არ ვიცი, ეს საშიშია. თუ გინდა რაიმე ვიცოდეთ ამ თამაშის შესახებ, უნდა წავიდეთ. თუ გეშინია, მაშინ აქ დარჩი. არავითარ შემთხვევაში ერთად წავიდეთ. ჩვეულებრივი ოთახია, არაფერი უცნაური. არც ენდრიუ და არც ამილკა აქ არ არიან. ჩაკმა თქვა რომ ისინი აქ იყვნენ. აბა მოდი ვეძებოთ ისინი. რა დევს ყუთში? არ ვიცი. ეს ჩვენი ტელეფონებია. ეს ჩემია. ეს ჩემია. ეს არის ენდრიუსი. და ეს არის ჩაკის. და ეს ჩემია. ყველა ერთის გარდა. ამილკასი. შეგვიძლია ვინმეს დაურეკოთ და დახმარება ვთხოვოთ. ეს არ იყო ჩემი გეგმის ნაწილი. რა ჯერდება? ყველანი გაჩერდით. თქვენ დაარღვიეთ წესები. ჩვენ უბრალოდ არანაირი უბრალოდ. ჩამოდით ქვემოთ. თქვენ აქ არ უნდა იყოთ. ჩვენ არ ვიძვრებით, სანამ არ გავიგებთ ვინ გააკეთა ეს. ეს რაღაც გიჟური თამაშია. ჩვენ გვინდა რომ ვიცოდეთ სიმართლე. თქვენ ეს არ უნდა იცოდეთ. თქვენი ამოცანა მხოლოდ თამაშია. ჩვენ აღარ ვითამაშებთ. დააბრუნეთ ჩვენი მეგობრები და ჩვენ წავალთ. სათამაშოები ვართ ცირკში? რა არის ეს? თუ არ გსურთ შეუერთეთ გავარდნილებს, მაშინ გააგრძელეთ. რატომ გახართ? უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. წადით.
არავით არის ისულელე, შემდეგ ჯერზე დაისჯებით. მიდით, მოემზადეთ თამაშისთვის. აი, დამშვიდი. სააბაზანოში უნდა წავიდე. მაგრამ იჩქარე. მიეცით მეორე ორგანიზატორს ცხვირსახოცი, ეს იქნება სიგნალი. ორგანიზატორი, ცხვირსახოცი, ნიკა. თუ ნიკა პირველი ორგანიზატორია, მაშინ მეორე უნდა ვილაპარაკოთ. საიდან მოიტანე ეს? ჯარისკაცს ჯიბიდან ამოუვარდა. შენ ამბობ, ნიკა არის ორგანიზატორი? არ მინდა რომ ეს დავიჯერო. ნიკა და ჩაკი, ისინი ერთად არიან, დანამდვილებით გეუბნები. თუ ეს მართალია, ჩვენ უნდა გავუკალდეთ მათ. მათ აქვს წერილი? ყველაფერი გეგმის მიხედვითაა. მე გითხარი, ყველაზე საინტერესო ნაწილი უკვე წინ არის. ჩვენ უნდა გავარკვიოთ სიმართლე, მაგრამ თუ ვკითხავთ, ის ყველაფერს უარყოფს. მაშინ ჩვენ დაუსვამთ მას კითხვებს, რათა მან ყველაფერი აღიაროს. დიდი ხანია ისობ ჩაკს? ჩაკი? დიახ, დიდი ხანია, რატომ მეკითხები? ხშირად აწყობთ ხოლმე რამეს ერთად? რას ლაპარაკობ? რატომ მეკითხები? იცოდი რომ ის არ თამაშობდა სამართლიანად? ვერ გავიგე, რას გულისხმობ? რამდენი ხანია რაც იცი თამაშის შესახებ? რომელი თამაშის? თქვენ მე მაშინებთ. შეხედე როგორი გაფიქრებულია. დიახ, ის მსახიობი არ არის. ასე არ გამოვა. რას საკეთებთ? ვიცით რომ თამაშის მოწყობაში ხარ ჩართული. აღიარე, კიდე ვინ არის შენთან ერთად? გაგიჟდით? საერთოდ არ მესმის რაზე მელაპარაკები, იტყუები, ჩვენ ყველაფერი ვიცით და ჩაკის შესახებაც. მართლა გონიათ რომ მე რაიმე კავშირში ვარ? სულ გაგიჟდით? შეაჩერე ეს ყველაფერი. მოდით წავიდეთ. ჩვენ არ გვინდა სულელური თამაშის თამაში. ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ. უნდა დამიჯეროთ. ბოდიში ნიკა, მაგრამ ჩვენ გჯერა მტკიცებულებების. ეს ხაფანგია, ვიღაც ჩემზე გადაბრალებას ცდილობს. ვიცოდი რომ ლეო ყველაფერს დაიჯერებდა. ძალიან სულელები არიან. წავიდე და დავამშვიდო ისინი? არ არის საჭირო, ისინი ყველაფერს თავად გაარკვევენ. ის რაღაცას მალავს. ნახეთ როგორ მოძრაობს მისი თვალები, როდესაც წერს. დიახ, და ის ასევე ცდილობდა მოეჩვენებინა რომ არაფერი ესმოდა. ასე რომ ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. მოდი წავიდეთ, მე ვიცი რაც გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით რომ შენ დაგეგმე ეს ყველაფერი. და მსხვერპლად გვაჩვენებს თავს, ჩვენ სულელები არ ვართ. ილაპარაკე. ჯანდაბა. გაჩერდი. ნიკა გამოდი. ეს მხოლოდ შენს დადაშაულს ამტკიცებს. კარები უნდა ჩამოვიღოთ? არ მგონია ღირდეს. დარჩესიკ. იცი რა არის უცნაური? ჯარისკაცი არ მოვიდა. ეს მართალია. თამაში არ გრძელდება, რადგან ლიდერი დაკავებულია. ეს ორგანიზატორი ძალიან ცფიერია. მე მეგონა რომ ეს უბრალოდ თამაში იყო. მაგრამ ეს ექსპერიმენტია. კანი დაკეტილია. გასაქცევი არსად არის. ჯანდაბა თუ ორგანიზატორი არ ვიპოვე, ისინი მე მომკლავენ. მაგრამ მე უკვე იდეები აღარ მაქვს. როგორ ფიქრობ, ისინი ვერ მიხვდებიან? შეშინებულები არიან, ტერს საკუთარ თავში ეძებენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ალბათ, მაგრამ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩანან. ვინმე რომ მიხვდეს, არანაირი მტკიცებულება არ ექნება. ნახოთ, ის სამუდამოდ იქ ვერ დარჩება. იქნებ ვცადოთ დარწმუნება. ნიკა, გამოდი, ჩვენ არაფერს გეტყვით. მართლად ფიქრობ, რომ მას ასე დაარწმუნებ? ო, კარგი, მაშინ დარჩესი. არჩევანი არ მაქვს. აზრი არ აქვს აღშდომას. დაგიჭირეთ. ბოდიში. კარგი, ამ ოთახს ჯარისკაცი იცავდა. აქ აუცილებლად არის რაღაც. და ვინ მოამზადა ეს თამაშები? ჩაკმა? არა, ის ვერ დამიმალავდა ამას. ჯარისკაცი? არა, მას არ მოუფიქრებია ეს თამაშები. ნეტა ვინ არის ის? და რა არის ეს ღილაკი?
ეს ის ადამიანია, ვინც ყურადღებას არ მიიპყრობს. მასზე არავინ იფიქრებდა. ამელია, მისი ტელეფონი იქ არ იყო. ვერ ვიტან მას. მორჩა, ნიკას საქმე ცუდად აქვს. ჩვენ მართალი ვიყავით, ის საიდუმლო ოთახში დაიმალა. როგორ ფიქრობ, არის აქ საიდუმლო ოთახი? ხო, აბა ხომ არ გაქრებოდა. და როგორ გავხსნა? ახლავე გავიგებთ. მე ვიცი ვინც ხარ. ჩვენ ამოხსენით შენი გამოცანა. გასაქცევი არ სად არის? რა? ამელია? ჩვენ მან თოჯინები ვითქვა თამაშა. რა იყო ეს ყველაფერი? ექსპერიმენტი. რანაირი ექსპერიმენტი? ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი კეთილები და პატრიოტები არიან, მაგრამ თუ საფრთხე არსებობს, ყველაფერი იცვლება. ამელია, ეს სასტიკი ექსპერიმენტია. იმედი მაქვს, დანარჩენები კარგად არიან. მოდი წავიდეთ. ჩაკ, შენ ცოცხალი ხარ. ენდრიუშკა! ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ შენ ჩვენ მოგვატყუე და გამოგვიყენე. ბოდიში, უბრალოდ მინდოდა ამ ექსპერიმენტის გაკეთება. იმედია ყვაყოფილი ხარ. ყველანი აქ ფულის გამო მოხვედით, არა? და თქვენ მიიღებთ მას, რა თქმა უნდა, ბევრს არა, მაგრამ საკმარისი იქნება იმისთვის, რაც გინდოდათ. შემიძლია ნიკასთან ერთად რესტორანში წასვლა? შემიძლია მანქანის შეკეთება? კონცერტზე წასვლა? მექნება სკუტერი? და მე მხოლოდ ფული მექნება? დიახ, როგორ მოგეწონათ ბავშვებო ეს ექსპერიმენტი? დაწერეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. და არ დაგავიწყდეთ გამოწერა, წინ ბევრი საინტერესო რამ გველის. ნახვამდის ყველას!